მშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტსაბჭოს წევრი პოლიტოლოგი გიორგი ირემაძე. საღამშვიდობის გიორგი, მადლობა რომ გვეწვით სტუდიაში. კვლავ მიმდინარეობს დაპირისპირება სახელმწიფო ფრთას და ოპოზიციას შორის. ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში ეს აქციები, რაც რუსთაველის გამზირზე გრძელდებოდა. პრინციპში იმპროვიზაცია უკვე ბოლო დღეებში მეტი იყო. თუნდაც ის ცეკვა ხორუმი მე მახსენდება უკრაინაში ეკრეშატიკზე, ბანკოვსკაიასთან ახლოს საერთოდ მაიდანი, უკრაინული მაიდანი, ჯერ კიდევ იანუკოვიჩის პერიოდში, როდესაც მას უმართავდნენ ასეთ აქციებს, გოპაკს რა მონდომებით ცეკვავდნენ უკრაინელები, ეს ნაციონალური ცეკვა, თუმცა მერე რა დღეში ჩავარდა ეს ქვეყანა, ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ. ანუ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აქ ორგვარი ინტერპრეტაცია შეიძლება იმისა, რას ცდილობს ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოში. ანუ როგორც ტრამპის საწინააღმდეგოდ, უშუალოდ როგორც ახალი პრეზიდენტის, ან თავად ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო წინსვლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს სხვა პარტიის წარმომადგენელია, ანუ ესენი დემოკრატები არიან და ის რესპუბლიკელი. ასევე სახელმწიფო გუნდისგან გაისმა დღეს მოწოდება, რომ ტრამპის მოსვლის მიუხედავად იული მაინც არ იქნება, თქვათ, საქართველოსთვის წინსვლა იმ კუთხით, როგორც თქვათ, ეს ზოგიერთს მიაჩნია ტრამპის პირობებში. თქვენ როგორ შეაფასებდით, გიორგი, არსებულ ვითარებას? რას უნდა მოველოდეთ? ორი თარიღია 29 დეკემბერი, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა უფლებამოსილება უნდა დატოვოს და 20 იანვარი, როდესაც არჩეული პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატებისა დონალდ ტრამპი დაიწყებს თავის საპრეზიდენტო მეორე ვადას. ერთი ვადის გამოტოვებით, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მიესალმებით პატივცემულ მაყურებელს. დიახ, ეს ორი თარიღი არის საკვანძო, რომლის მიხედვითაც განვითარდება მოვლენები და ჩვენ ვიხილავთ თუ რით დამთავრდება ეს მთლიანად მცდელობა იმისა, რომ საქართველოში კიდევ ერთხელ მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება 2019 წელს იყო ასეთი თარიღი, როდესაც ისინი შეეცადნენ მაიდანის მოწყობას. მაშინ არ გამოვიდათ შემდეგ წლებშიც, მით უმეტეს 2023 წელს, ჩვენ კარგად გვახსოვს, როდესაც კანონის გამჭვირვალეობის კანონის მიღების დროს ისინი შეეცადნენ და პირველად გამოიყენეს მოლოტოვის კოქტეილი და შემდეგ უკვე 2000 წლის დასაწყისში როდესაც საქართველოში იქნა მიღებული ის კანონები, რომლის გამოც გამოვიდნენ ეს მომზადებული აქტივისტები და შეეცადნენ იმ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, მაიდანის, ასე ვთქვათ, გამეორებას 2014 წელს, რაც ვნახეთ უკრაინაში და დღეისათვის გრძელდება ეს სცენარი. ყველა ასე ვთქვათ, თარიღები, არჩევნების თარიღი 26 ოქტომბერი, შემდეგ კიდე რაღაც ასე ვთქვათ, რამდენიმე თარიღს დაუკავშირეს და შეეცადნენ რომ გამოეყვანათ რაც შეიძლება მეტი ადამიანი და არაფერი არ გამოვიდეს და ეხლა მიზანში ამოიღეს 29 რიცხვი და ასევე ძირთად 29 და 20 იანვრამდე გაგრძელდება ალბათ აქციები, როგორც სახელმწიფო წრეებში საუბრობენ, რომ 20 იანვრის შემდეგ უკვე მათ არ ექნებათ არც რესურსი, არც მხარდაჭერა და იდეა რო არ აქვთ, ეს ცხადი არის, არც ლიდერები არ ყავთ. ეხლა სალომე ზურაბიშვილი გუში რო გამოვიდა და თქვა, რომ ის ელოდებოდა სახელმწიფო პარტიის ლიდერებს ელოდებოდა ორბელიანების სასახლეში იმასთან დაკავშირებით, რომ ახალ არჩევნებთან დაკავშირებით მოფიქრებულიყო ის თარიღიც, ის პროცედურაც და ამაზე რა თქმა უნდა, სერიოზული პასუხს ის ვერ მიიღებს მხარდაჭერას ქართველი ხალხისგან, რომ მოხდეს ეს სახელმწიფო გადატრიალება.
რა შეუძლიათ მათ გააკეთო, ხო? მათ შეუძლიათ ეხლა აი ამ 29 რიცხვში მოაწყონ კიდევ ერთი აქცია. ნუ რა აქციებიც ვნახეთ ეხლა გუშინ რაც იყო, ნუ დაახლოებით 15000 ადამიანი გამოიყვანეს, ძირითადად სამწუხაროდ ისევ ახალგაზრდებს იყენებენ, რომლებსაც ეუბნებიან ტელევიზიიდან, რომ მათი ბოლო შანსი არის რომ ასე ვთქვათ არ დაკარგონ ევროპული ეგრეთ წოდებული ევროპული მომავალი და ჩვენ ვიცით კარგად რომ ვაშინგტონის და ბრიუსელის დღეს არის იგივე აი ლიბერალური ცენტრები, მით უმეტეს ბრიუსელში LGBT პროპაგანდისა და იუვენალური იუსტიციის და სხვა უბედურებები ხდება იქ, რაც ქართული ხალხისთვის მიუღებელია და აქედან გამომდინარე ზრდასრული თაობა, ვისაც კარგად ესმის ეს ყველაფერი, ის არ არის აი ამ პროპაგანდის მსხვერპლი, მაგრამ ახალგაზრდები, რომლებსაც არ ესმით, არ იციან სამწუხაროდ, მათ არ ასწავლიან განათლების სისტემიდან გამომდინარე, მათ არ იციან არც ისტორია, არც ის რაც ხდება თავად ევროპაში. და აი ამ პროპაგანდისტული მანქანის მსხვერპლი არის პირველ რიგში ახალგაზრდობა, ნუ დაახლოებით 70% და უფრო მეტიც იყო აი ამ აქციებზე ზუსტად ახალგაზრდები, რომლებიც იყვნენ გამოყენებული იმ კუთხით, რომ აი ეს აქციების მუხტი, პროტესტის მუხტი ზუსტად მათ ხარჯზე იყო აყვანილი იმ დონემდე, რომ მაქსიმალური რაოდენობა გამოიყვანეს მათთვის. ნუ 15000 მათთვის მაქსიმალური არის, იქიდან გამომდინარე, რომ სხვა სხვა ასე ვთქვათ ის საზოგადოების ის ნაწილი მხარს არ უჭერს, იქიდან გამომდინარე, რომ აი ეს პარტიები ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, რადიკალური ოპოზიცია, რამდენიმე წლის წინ ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათ ხელი მოაწერეს LGBT მემორანდუმზე და მათ კონსერვატორული ნაწილი საქართველოს მოსახლეობისა მათ მხარს არ უჭერს, ხო? და აქედან გამომდინარე, ვითომ ლიდერად წარმოაჩინეს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ქართულად ვერც ლაპარაკობს, არ არის ქართული მენტალიტეტის, არც მორწმუნეა, არც ნუ არაფერი არ აკავშირებს მას საქართველოსთან, გარდა იმისა, რომ ის ამერიკიდან, ვაშინგტონიდან პირდაპირ მოიყვანეს და დასვეს პრეზიდენტის სახით, ხო, დაგვისვეს, რომელიც ასე ვთქვათ, ასრულებს დასავლეთის დირექტივას. აი ეს არის მისი მიზანი და მისი დავალება, რომელიც უნდა შეასრულოს, თუ არ შეასრულებს, ნუ მას ასე ვთქვათ, დასჯიან, როგორც მათ იციან ხოლმე, აი ეს იგივე ნუ ანგლოსაქსებს აქვს ეს მექანიზმი, რომ თავისი აგენტურა, ასე ვთქვათ, ყავდეს ძალიან ესე ხისტი მეთოდებით კონტროლქვეშ, ხო? და მას ეშინია და ამით მოქმედებს, თორე ის არც პროდასავლურია, არა, უბრალოდ ჩვეულებრივი აგენტი არის, რომელიც ასრულებს ვაშინგტონის და ბრიუსელის დირექტივას და ის ვერაფერს ვერ მიიღებს აქედან აი რას უნდა მიაღწიონ 29 დეკემბერს, ხო? ნუ თუ ჩაიკეტება სალომე ზურაბიშვილი იმ სასახლეში არ გამოვა რამდენიმე დღე, ნუ თქვა სიტყვაზე გაუთიშეს კომუნიკაციები, ესე ცოტა იუმორში რო გადავიყვანოთ რა, აი რა უნდა გააკეთოს. ვერაფერს ვერ გააკეთებს, ხო, იქნება ოფიციალურად არჩეული ახალი პრეზიდენტი და გააგრძელებს ის ასე ვთქვათ, სახელმწიფო მოღვაწეობას, ნუ სხვა შენობაში დროებით, სიტყვაზე ასე რო ვიმსჯელოთ. და ზურაბიშვილს უკვე აღარავით არის ლეგიტიმაცია არ ექნება, ვერც ბრძანებებს გამოსცემს და ასევე გარემოცვასაც საფრთხის ქვეშ დააყენებს, იქიდან გამომდინარე, რომ თუ არ სიტყვის პრეზიდენტის პოსტის დატოვებაზე, თავადაც და მის გარემოცვასაც ასე ვთქვათ, ანტიკონსტიტუციური იქნება მათი ქმედება, სისხლის სამართლის კანონის დარღვევა იქნება და შესაბამისად ეს დამთავრდება ძალიან მარტივად, ხო? ის დატოვებს სასახლეს და დაუბრუნდება საფრანგეთს და გააგრძელებს ცხოვრებას იგივე ცხოვრებით. მაგრამ ის ამბობს, რომ არ აპირებს ამის გაკეთებას და გარდა ამისა, კობახიძემ იმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს თავად თქვი, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დასჯადი ქმედება არის და გარდა ამისა, თავად სალომე ზურაბიშვილის გარდა თუ კი ამაში მონაწილეობას მიიღებენ იმ პარტიის ლიდერები, ვინც მის გარშემო ტრიალებს, ისინიც ასევე დიდი ხნით სწავლენ
ციხეში. აი ეს იყო ნაგულისხმები კობახიძის ნათქვამიდან. და ამ შემთხვევაში თუ ამ დონემდე დაიძაბა ვითარება, ხო წარმოიდგინე ჩაირაზა ეს ხალი იქ, როგორც გრაფ მონტე-კრისტო, თქვათ, ну პირობითად ამ ციხესიმაგრეში და არ გამოდის. პარალელურად ეს ახალგაზრდობა, რომელიც აი ამ ლიბერალურ გლობალისტური ტალღის, თქვათ, ავანგარდშია და ჩვენ ხედავთ ამ აქციებს, დგას იქვე და იძაბება ძალოვანებთან ვითარება. მათი მიზანი რა არის? ხშირად იყო საუბარი ამ საკრალურ მსხვერპლზე. ანუ რაღაც კულმინაციამდე ხომ უნდა მივიდეს ეს მომენტი. და ხომ კიდევ უფრო მეტად ხომ არ დაძაბავს აი ეს მისი დაპატიმრება ან თუნდაც იმ ოპოზიციონერი ლიდერების აყვანა ძალოვანების მიერ უფრო მეტად ხომ არ გაამწვავებს და გაამძაფრებს ვითარებას. რაც შექმნის წინაპირობას აი ამ რევოლუციური გადატრიალებისა. ერთის მხრივ ახლა დასავლეთიდან გრძელდება ძალოვნებზე წნეხი, სერიოზული წნეხი მათი აზრით და ეს მეთიუ მილერი და სხვები გამოდიან. იგივე შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცია შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და საგანგებო საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე და ისინი ცდილობენ რომ აი ამ სანქციებით წნეხი გაზარდონ ძალოვან სტრუქტურებზე რომლებიც ფაქტიურად ინარჩუნებენ საქართველოში აი ამ უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს სახელმწიფოებრიობის სადარაჟოზე დგანან და ზუსტად მათზე არის აი ეს წნეხი მიმართული. მეორეს მხრივ ახლა მაკეინის ინსტიტუტი მარგინალური ორგანიზაცია ამერიკული, რომელიც პირდაპირ აცხადებენ ამ მისიის წარმომადგენლები, რომ ასე ვთქვათ ისინი გაკვირვებულები არიან და სასწაულად მიაჩნიათ, რომ აქამდე არ ყოფილა მსხვერპლი. ანუ ისინი პირდაპირ ამას არც მალავენ, ხო? ეს ლორა ტორნტონმა, რომელიც NDI-ის ყოფილი შეფი იყო, ყოფილი ხელმძღვანელი, სწორედ ამ მაკეინის ინსტიტუტს წარმოადგენს, თქვა, რომ ქართული ოცნების დღეები დათვლილიაო. დიახ, აი, ამერიკის შეერთებულ შტატებს რომ დიდი გამოცდილება აქვს ფერადი რევოლუციების მოწყობაში, ამაში ეჭვი არავის არ ეპარება. ძალიან ბევრი პრეცედენტია მსოფლიო მასშტაბით ანალოგიური ესეთი გადატრიალებების. სადაც სწორედ ეს ობივატელი, ეს მასა არის გამოყენებული, რომელიც ახლა როგორ თქვა, არის იქ ხალხი, რომელიც პოლიტიზირებულია თავის შინაარსით შემადგენლობით, ძირითადად არის აი ამ გლობალისტური არხების მაყურებელი და პრინციპში ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. და მიაჩნიათ, რომ მათი გაგებით ისინი სწორ მხარეს დგანან ისტორიის, ასე ვთქვათ, და შესაბამისად არიან მხარდამჭერები, მაგრამ ასევე შეიძლება გავავალოთ პარალელები, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოდის რესპუბლიკელი პრეზიდენტი, რომელიც კონსერვატიზმს ქადაგებს. ევროპაში მისი მხარდამჭერები, პირდაპირ მხარდამჭერები, ვიქტორ ორბანზე ვიტყვით, რომ 2 დღის წინ სწორედ ინტერვიუში პირდაპირ აი ქუჩაში ჩაწერეს და თქვა, რომ ევროპაში ციცულება ბევრი რამე, ბრიუსელში არის ახლა სწორედ კონცენტრირებული ყველა ეს ლიბერალი გლობალისტი და ჩვენ ეტაპობრივად მიზანმიმართულად მივდივართ ამ ცვლილებებისკენ, რაც უნდა განხორციელდეს მთელი ევროპის მასშტაბით. ამის ჩანასახები უკვე არის გერმანიაში, ასევე საფრანგეთშიც, საფრანგეთში ცოტა იგვიანებს, მაგრამ აუცილებლად მოხდება. ხო და აი ეს ხალხი, აი მაგალითად ეს ლორა ტორნტონი რომ ამბობს, რომ აუცილებლად მოუწევს ქართულ ოცნებას დაემშვიდობოს ხელისუფლებას. როგორ წარმოგიდგენიათ, ან რა უნდა მოხდეს აქ ისეთი, რომ ასეთი რაღაც მართლაც მოხდეს. აი კიდევ ერთი პარალელი და გადმოვალ თქვენთან კითხვით. თუ გავითვალისწინებთ ჩვენი მეზობელი, სამხრეთელი მეზობელი სომხეთის მდგომარეობას, როდესაც ტრამპი გაპრეზიდენტდა პირველად, აი სწორედ ამ პერიოდში, ასე ვთქვი, სოროსის ფრთამ მოიყვანა იქ ახალი ხელმძღვანელი პირი, ანუ პრემიერ-მინისტრის სახით, ბატონი პაშინიანი. ანუ წარმოიდგინეთ, გზაგით გვახსოვს ჩვენ აქციაზე. წარმოიდგინეთ, პრემიერად მოდის ტრამპი ხელისუფლებაში, მაგრამ მანამდე იქ ხდება ასევე ხავერდოვანი რევოლუცია
და მოდის ლიბერალი ქვეყნის სათავეში. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონში კონსერვატორი იყო. კი ბატონო, აი ხომ არ არის ზუსტად ასეთივე საფრთხე ახლა საქართველოში? ნუ ამ კითხვას რამდენიმე წუთის შემდეგ დაუბრუნდები. მე მინდა ეს საქართველოსთან დაკავშირებით რაც ხდება, ხო? ეს წნეხი დასავლეთიდან, იგივე ეხლა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე იყო და შეხვდა ბატონ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მან პირდაპირ მოითხოვა ყობახიძეს. უკაცრავად ყობახიძეს და მან ამ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა პირდაპირ მოითხოვა რომ ის კანონი, ანუ გამჭვირვალეობასთან დაკავშირებით, გამჭვირვალეობის ანუ აგენტების ამგზალავი კანონი პირდაპირ უნდა იყოს დარედაქტირებული, შეცვლილი იმ მიმართულებით, რომ ეს აგენტურა, რაც არის საქართველოში, NGO-ები, ნუ 20,000-ზე მეტი ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ მონაწილეობს სახელმწიფო მართვისა და ასე ვთქვათ, სხვადასხვა იმ ფინანსურ საკითხებში და წნეხს ზრდის დასავლეთის დავალებით ჩვენს ხელისუფლებაზე, ხო? და აქედან გამომდინარე, მან პირდაპირ არც დამალა მოითხოვა ყობახიძისგან, რომ ნუ შეიქმნას ევროპისა და ნუ მათ შორის ვენეციის კომისიაც იქნება მონაწილე აი ამ ჯგუფისა, რომელიც დააკვირდება პროცესებს და იქნება მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც გააკონტროლებს პარლამენტში მუშაობას იმ მიმართულებით, რომ ეს კანონი შეიცვალოს. ალბათ სხვა კანონებზეც იქნება საუბარი. და ეს არის პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში და აქედან გამომდინარე, ნუ კიდევ ვიმეორებ, რომ საქართველოს მთავრობას აქვს საშუალება მიმართოს, გაეროს საერთაშორისო სასამართლოს იმ ფაქტზე, რომ დასავლეთი ერევა საქართველოს სახელმწიფო საქმეებში, ხო, პირდაპირ ითხოვენ კანონის შეცვლას. ნუ ეხლა რაც უკავშირდება ტრამპს და იმას, რომ მოვიდა, ასე ვთქვათ, ვაშინგტონში კონსერვატორი ლიდერი და 2016 წლიდან და მან მიუხედავად ამისა, სომხეთში მოვიდა ლიბერალი პაშინიანი, ხო? ეს რასთან გვაქვს საქმე? ადრეს ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ, რომ შეერთებულ შტატებში კონსერვატორები და ლიბერალები ეს არის ძალიან პირობითი მცნება. იქ შეიძლება მოვიდეს კონსერვატორი და სხვა ქვეყნებში, იმ ქვეყნებში, რომელზეც ზრდის გავლენას და თვლის შეერთებული შტატები თავის კოლონიას, იქ შეიძლება მოიყვანონ ლიბერალი ლიდერი, რომელიც იმ მომენტისთვის საჭიროა, რომ უფრო მეტი გავლენა იზრდებოდეს კონკრეტულ ქვეყანაზე, სომხეთი იქნება, საქართველო იქნება და აქედან გამომდინარე შეიძლება პირიქით ურჩევნიათ კიდეც ერთი მხრივ. რა თქმა უნდა, ან შეიძლება კონსერვატორი მოიყვანოს, იგივე ბაიდენს შეიძლება დაჭირდეს კონსერვატორი და მოიყვანოს. ამიტომაც ხარჯავს ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე დიდ თანხებს იმ ასეთი კოლონიური ტიპის ქვეყნებში, მესამე რიგის ქვეყნებში, დემოკრატიის საფარქვეშ, რომ ჩამოყალიბდეს ესეთი ორი პოლუსი. პირობითი ორი პოლუსი, ხელისუფლება და უფრო ესეთი მყარი ოპოზიცია, მებრძოლი სულისკვეთებით. ნუ ამ სიმყარეს ახლა გააჩნია სხვადასხვა ინტერპრეტაცია შეიძლება ამისი, თუმცა ისეთი ოპოზიცია, რომელიც მზად იქნება თავიანთ მიმდევრებს ესეთი სიგნალი მისცეს, რომ გამოიყენონ თუნდაც მოლოტოვის კოქტეილები და დაუპირისპირდნენ ძალოვნებს სრულიად აგრესიული მეთოდებით. რათა შედგეს ეს გადატრიალება, ანუ მოხდეს ეს. შესაბამისად არის ამაში ლოგიკაც, რომ აი ეს ჟონგლიორობის თვალსაზრისით, ესეთ მესამე ქვეყნებში მათთვის არსებითად არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც მათთან იცვლება ლიდერი კონკრეტული მიმართულების, თქვა კონსერვატიული ღირებულებების, სხვა გავლენის ქვეყანაში შეიძლება მოვიდეს პირიქით საპირისპირო ყაიდის და მენტალობის ძალა. რასაკურველია, არსებობს, ნუ მოსაზრება, რომ შეერთებულ შტატებში რესპუბლიკურ პარტიას და დემოკრატიულ პარტიას შორის არსებობს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც აი იმ კოლონიებს, ხო, აი როგორც განიხილავენ საქართველოს, სომხეთს ან სხვა ქვეყანას, ისინი იყოფენ
და ანუ არ ქმევენ სხვადასხვა ქვეყნების ჯგუფებად ყოფენ, ერთ ჯგუფს ასე ვთქვათ, უქვემდებარებენ დემოკრატებს, ანუ იქ მოდის ლიბერალური მთავრობა და რესპუბლიკელებს მეორე ჯგუფს, სადაც მოყავთ კონსერვატორული მთავრობები. და აქედან გამომდინარე ისინი აკონტროლებენ ორი ფრთის პრინციპით აკონტროლებენ აი ამ კოლონიებს და ეს მიდის ეს კაპიტალი შესაბამისად შეერთებულ შტატებში ისვლება მთავრობები თუ სიტყვაზე კონკრეტული ქვეყნის მთავრობა მესამე ქვეყნებს რასაც ეძახიან იქ ძლიერდება სუვერენიტეტი შესაბამისად მოდის დირექტივა ვაშინგტონიდან ადგილობრივ ასეთ აქტივისტებსა და აგენტურაზე მოდის დირექტივა რომ შეიცვალოს ეს მთავრობა. იქიდან გამომდინარე რომ ის აძლიერებს სუვერენიტეტს და გამოდის აი ამ კოლონიური მმართველობიდან. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ შეერთებული შტატები ვინც არ უნდა მოვიდეს იქ ხელისუფლებაში ისინი ყოველთვის იქნებიან მიმართული იქითკენ რომ საქართველოს დატოვონ კოლონიალური სტატუსით და არ გახდეს საქართველოს ნამდვილად დამოუკიდებელი არ გამოვიდეს კოლონიალური მმართველობიდან. აი მაგალითად ეხლა ტრამპს ხო ეძახიან რომ აი ასე ვთქვათ კონსერვატორი არის სამართლიანი და ასე შემდეგ ეს არ შეესაბამება სიმართლეს ის პირდაპირ ამბობს რომ მაგალითად კანადა უნდა გახდეს შეერთებული შტატების 51 შტატი და უკვე კანადის პრემიერ-მინისტრს ეძახიან გუბერნატორს ამერიკელ გუბერნატორს ასევე ტრამპი აცხადებს რომ შეერთებული შტატების შემადგენლობაში უნდა შევიდეს გრენლანდია, რომელიც დღეისათვის არის. ამაზე პასუხი უკვე მიიღო დანიის, გრენლანდია დანიას ეკუთვნის ცნობილია, მაგრამ აი გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მას უპასუხა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამერიკის შეერთებული შტატების ასეთი ტიპით, თქვათ, შესვლას, ან გრენლანდია არ გახდება ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი. ამაზე ბუნებრივიც არის რომ უარყოფითი პასუხი იქნება დანიის მხრიდან, მაგრამ მოგეხსენებათ ახლა დანია არ არის ის სახელმწიფო რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს შეერთებულ შტატებს და ტრამპი ამბობენ ახლა მაგალითად რუსულ მედიაშიც განიხილებოდა რამდენიმე ვერსია თუ როგორ შეუძლია ტრამპს ასე ვთქვათ შემოიერთოს გრენლანდია. მაგალითად ტრამპს შეუძლია წააქეზოს დანია იმ მიმართულებით რომ დანიამ რუსეთის სანავთობო კრეისერებს გემებს გადაუკეტოს სრუტეები რაც ომის გამოცხადებას ნიშნავს ფაქტიურად ანუ დააპირისპიროს რუსეთთან და თუ დაიწყება კონფლიქტი შემდეგ უკვე დანია დაადანაშაულოს რომ მან დაარღვია საერთაშორისო ნორმები დაიწყო კონფლიქტი და შესაბამისად ნატო არ მოახდენს რეაგირებას, ხო, მეხუთე პუნქტის მიხედვით. ამის შემდეგ უკვე ტრამპი დასჯის დანიას, ანუ იმით რომ გარიცხავს ნატოდან ერთის მხრივ და მეორეს მხრივ დაათმობინებს გრენლანდიას. აი ესეთი ვერსია განიხილეს რამდენიმე ექსპერტმა, რასაც მე პირადად ვეთანხმები და აქვე უნდა ითქვას, რომ ტრამპმა ამით არ შემოიფარგლება ტრამპის მადა ამ დროისათვის და ის პანამის არხის მიერთებასაც აპირებს, დაბრუნებასაც აპირებს. მოგეხსენებათ პანამა არის ერთი მთავარი არხი, რომელიც ჩრდილო ამერიკისთვის და სამხრეთ ამერიკისთვის კონტინენტებს გულისხმობს, არის ძალიან სერიოზული სავაჭრო ჰაბი და ფაქტობრივად არის შეერთებული შტატების წყნარი ოკეანესა და ატლანტის ოკეანეების შემაერთებელი ესეთი კვანძი. რომელიც შეერთებული შტატების 77 წელს 70% პროდუქცია გადის იქ. 77 წელს ჯიმი კარტერის დროს იქნა თქვა დაბრუნებული პანამისთვის და შესაბამისად ტრამპმა ახლა უკვე განაცხადა რომ ეს უფლება უნდა გაუქმდეს და ჩამოერთვას ეს პანამას ეს სრუტე, რათა თავიდან ბოლომდე გადავიდეს ამერიკის შეერთებული შტატების ფლობაში, ანუ მან აკონტროლოს ეს სრუტე და ამ გემების მიმოსვლა ამ სრუტეზე. ხო, ამაზე უკვე პასუხიც მიიღო პანამის პრეზიდენტისგან და როგორც ასე გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა იმანაც უარი განაცხადა ასეთი რამ უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია ეს არ მოხდება. კი, რა თქმა უნდა, ეს რა არის, იცით, ეს ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ სოფლიოში მზადდება, მე შემიძლია
99% დარწმუნებით თქვა, რომ 2025 წელს მსოფლიოში მომზადდება, ასე ვთქვათ, იალტა 2-ის ან პაცდამი 2-ის მსგავსი კონფერენცია. ანუ გულისხმობ, თუ სიტყვაზე იალტის მსგავსი კონფერენცია მოხდა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტები არ იქნება დასრულებული. არის თუ იქამდე მოხდება, ეს იქნება ანალოგიური იალტის კონფერენციისა. თუ დასრულდება ეს კონფლიქტი და შემდეგ მოხდება ეს შეხვედრა დიდი სამეულის, დიდ სამეულში დღეისათვის შეგვიძლია განვიხილოთ ბატონი ვლადიმერ პუტინი, ტრამპი და სი ძინპინი. ეს სამეული, ეხლა ევროპიდან არ ყავს ევროპას ლიდერი, რომელსაც წარადგენს როგორც ლიდერს აი ამ დიდი ასე ვთქვათ შეთანხმების ფონზე, ხო? ანუ შეთანხმებას გულისხმობ იმას, რომ გადაფორმატირება უნდა მოხდეს პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის და სხვაგვარად მსოფლიო პოლიტიკა ჩიხში შესულია უკვე ჩიხში, ფაქტიურად ტრამპი ეხლა ესეთ განცხადებებს რო გააკეთებს ადამიანი, ეს ნიშნავს, რომ ომს უცხადებს, ხო, ქვეყნებს, იგივე დანია იქნება, ეს პანამა იქნება თუ კანადა, ხო? ის პირდაპირ ტერიტორიებზე აცხადებს პრეტენზიას და ამბობს, რომ შემოვიერთებ რა, აი ესე იტყვის, რომ აი თქვათ ეს ჩემია და всё. და აქედან გამომდინარე, აი ამ შეთანხმების დროს, დიდი სამეულის შეხვედრის დროს იქნება განხილული სხვადასხვა საკითხები, მათ შორის ის საკითხები, რაც განიხილებოდა იგივე პოცდამის კონფერენციაზე, ან იალტის კონფერენციაზე. ანუ იქნება გავლებული ხაზი იმ რუკაზე, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ იმ ხაზის იქით არ უნდა გადავიდეს ის მეორე კონკურენტი სახელმწიფო, ასე ვთქვათ, ხო? იგივე ვთქვათ, სიტყვაზე თუ ეს იქნება მაგალითად ევრაზიული სივრცე, დავარქვათ პოსტსაბჭოთა ქვეყნების სივრცეს გულისხმობ, რომ ეს იქნება სიტყვაზე რუსეთის პასუხისმგებლობის სფერო. ასეთი ტერმინი გამოვიდა. იალტაში როდესაც იქნა ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები არ უნდა ჩაერიოს. კი ბატონო, და იალტაში ანალოგიური თუ რაც ბრძანეთ ახლა იალტის და პოცდამის კონფერენციები რომ ახსენეთ, იქ ლივადიის სასახლეში სტალინის მიერ ითქვა საინტერესო ფრაზა, რომ აი ამ შეთანხმებებით სულ მცირე ნახევარი საუკუნე ომები აღარ იქნება. მაგრამ როგორც ჩანს, უფრო მეტხანს გაუძლო, ანუ 70-80 წელი გაძლო ამ თუ არ ჩავთვლით ვიეტნამის ან კორეას. ყოველ შემთხვევაში, ეს პრინციპში ეს ნათქვამი ეხებოდა უფრო საბჭოეთს, ანუ სტალინის მიერვე შექმნილ სახელმწიფოს, სადაც პრინციპში მართლაც ხო სიმშვიდე იყო, ვიდრე 90-იან წლებში არაირია ვითარება. გარდა ამისა, ახლაც ესე იქნება. გარდა ამისა, საინტერესო პროცესია თავად ახლა ტრამპმა უკვე გააკეთა რეაგირება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განაცხადზე, რომ მას სურს შეხვდეს ტრამპს და ისაუბროს მასთან. და ტრამპმა დაადასტურა, რომ კარგი იქნება თუ ეს შეხვედრა შედგება. ის საკმაოდ დღეს არიზონაში ქონდა მას გამოსვლა და ესეთი ძალიან მობილიზებული ჩანს, მოწადინებულია, რომ პირველივე დღიდან საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადადგას. და აქვე ის აანონსებს ასეთ რამეს, რაც ლიბერალურ წრეებში გამოიწვია დიდი უნებათა ღელვა. ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი აპირებს თეთრსახში დაბრუნებისთანავე შეაჩეროს როგორც თავად თქვა ტრანსგენდერული სიგიჟე. ანუ სრულწლოვნობამდე ბავშვებში და მოზარდებში ამ სქესის გადაკეთება აიგრძალება. ციტატა შემიძლია წაგიკითხოთ. პირველივე დღეს ჩემი კალმის მოსმით ვაპირებთ შევაჩეროთ ტრანსგენდერული სიგიჟე, ხელს მოვაწერ აღმასრულებელ განკარგულებებს, რათა შეწყდეს ბავშვთა სექსუალური დამახინჯება ტრანსგენდერებს მოვაშორებთ სკოლებიდან. და მე იქვე დაამატა, რომ ასევე შეერაღებული ძალებიდანაც მოშორდებიან. უამრავი პრეცედენტები იყო, გვახსოვს ჩვენ ადმირალიც კი ყავდათ ქალი. რაც საერთოდ ნონსენსია. ჯერ ხო ოფიცერი შეიძლება იყოს ქალი და სამხედრო სახმელეთო ჯარები იქნება, მაგრამ ზღვაზე ქალი, ხო, გემზე საერთოდ შტატებში მიღებულია, მაგრამ ავადმყოფობას, ადამიანის ავადმყოფობასაც გულისხმობდა. მეორე მხრივ, აი სისტემური ავად არის რა, ესე იგი სისტემური კრიზისი აქვს
და ესეთი პრობლემების გადაწყვეტა უწევს ტრამპს. და ვიღაცა საქართველოში გონია რომ აი ტრამპი მოვიდა და ყველაფერს რა ვიცი დაალაგებს და რაღაც ხო საკუთარ ქვეყანაში აქვს თავზე ენგრევად ყველაფერი და ტრანსგენდერებს ებრძვიან საკუთარ ქვეყანაში იმ არმიაში რა უნდა შეცვალოს ახლა იქ სანამ ის ახლა იქ შეცვლის რამეს და მე მოიცლის მსოფლიოს კეთილდღეობისთვის რაც აქ გონიათ ეს არის სისულელე აი მე არ ვიცი დასავლეთი მიდის აი ცივილიზაცია დასრულებული აი რომის იმპერიაში რო იყო ბოლოს აი მონპალი იმპერია და რო დაინ ჩამოიშალა ზუსტად ის პროცესი მიდის დასავლეთში ამიტომ ეხლა აი რასაც დღეს ვხედავთ ამ აქციებზე რო გამოდიან ახალგაზრდები ეს ყველაფერი არიციან იმათ და შეცდომაში არიან შეყვანილი და მთელი დღის განმავლობაში როგორც კი მოსაღამოვდება უბრალოდ აჟიტირებულები არიან მთელს ქალაქში და ქვეყანას უქმნიან პრობლემას ზუსტად იმის გამო რომ აი ეს პროპაგანდა მიდის და იგივე ახლა ტრამპს ხო შეეძლო რომ თუ საქართველოსთვის სიკეთე უნდა ხო შეეძლო რომ რომელიმე რესპუბლიკერი სენატორისთვის ან კონგრესმენისთვის ან თვითონ ეთქვა რომ აი მიელოცა რა საქართველოს აი კობახიძისთვის ქართული ოცნებისთვის გამარჯვება მიელოცა ხო აი როგორც კონსერვატორისთვის მაგრამ ეს არ გააკეთა ხო იმიტომ რომ ის თამაშობს იმ თამაშს რომელიც მას აწყობს და იგივე შეიძლება ზურაბიშვილი შეხვდეს მეორე დღეს ოცნების წარმომადგენლებს შეხვდეს არ უნდა ენდოთ გესმით ანგლოსაქსებს არ არის არც ერთი წარმომადგენელი არც შეერთებული შტატების არც ბრიტანეთის არც ევროკავშირის არ არის სანდო ეხლა იგივე ის საბჭოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი რო იყო ჩამოსული რა სისულელები იბოდიალა და ბოლოს თქვა რომ კანონი უნდა შეცვალოთ ეს არის მათი მიზანი რომ საქართველოს არ გაიძლიეროს სუვერენიტეტი ხო რა დაიწყო ეხლა წელი მთავრდება და ნუ შემაჯამებელს ბოლოს მინდა ვთქვა მაგრამ ეს ერთი მომენტი მინდა აღვნიშნო რომ ესე იგი წლის დასაწყისიდან საქართველოში რა პროცესები მიდის ხო სუვერენიტეტის გაძლიერება იმ მიმართულებით რომ მიიღეს ის სამი კანონი პირველი აგენტურასთან დაკავშირებით ფინანსების აკრძალავი კანონი ანუ გამჭვირვალეობის კანონი მეორე LGBT პროპაგანდის სამგრძალავი კანონი რომელიც რა თქმა უნდა სუვერენიტეტს აძლიერებს და საერთოდ ერთი ხელის მოსმით ასე ვთქვათ გვარდება პრობლემა იგივე განათლების სამინისტროში აი ამ პროპაგანდის მიმართულებით იგივე ქუჩაში დაპირისპირება ხო მოქალაქეები უკვე 2013 წლიდან ჩვენ გვახსოვს როგორი დაპირისპირება მოდის ლიბერალებსა და ანუ იმ რამდენიმე პროცენტ ლიბერალებს შორის რომელსაც კანონი უნდა იცავდეს დასავლეთის დირექტივით და 97% მოსახლეობის კონსერვატორები უპირისპირდებიან ამ ყველაფერს და ჩვენ ვიხილეთ აი ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში დაპირისპირება სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდა ხო ეს კანონი ზუსტად ამას გრძალავს და აგვარებს პრობლემას და მესამე კანონი რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ კუთხით რომ ესე იგი 90-იანი წლებიდან საქართველოსდან გადიოდა დაიწყო გადინება კაპიტალის რაც საბჭოთა კავშირის დროს დაგროვდა ის საწარმოები ის რესურსი ყველანაირი რესურსი გულისხმობ იგივე ქარხნები დაშალეს და წაიღეს მერე უკვე რაც იქმნებოდა პროდუქცია ის მიქონდათ აი ამ ფარატინა ქაღალდით რასაც ქვია დოლარი ხო სხვადასხვა სისტემით და სქემებით რაზეც მე ხშირად მისაუბრია და აქედან გამომდინარე დასავლეთს გაქონდა კაპიტალი და აი ამ კანონით ოფშორებთან დაკავშირებით რომელითაც შეუძლია რომ საქართველოს მოქალაქეებს დაიბრუნოს ის კაპიტალი რომელიც იგივე აფშორებში მიდიოდა და შესაბამისად ეს სამი კანონი ძალიან სერიოზულად აძლიერებს საქართველოს სუვერენიტეტს და ჩვენ ხედავთ რომ ზუსტად აი ამის წინააღმდეგ გამოყავთ აი ეს ახალგაზრდები რომლებსაც ეუბნებიან რომ ვითომ ისინი კარგავენ დასავლურ მომავალს და ესო დაიცვან ისინი გამოვიდნენ და მთელი დღე ირბინონ თბილისის ქუჩებში ბათუმის და ქუთაისის ქუჩებში და ასე ვთქვათ მოითხოვონ ახალი არჩევნები რაც აბსურდი არის ხო საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიღო გადაწყვეტილება აბსოლუტურმა უმრავლესობამ გადაწყვეტილება მიიღო იმ მიმართულებით რომ საქართველოში იყოს მშვიდობა სტაბილურობა და არ მოვიდეს აი ეს სააკაშვილის მომხრეებიდან დაწყებული სხვა ის მარგინალი
სექტა, ნაცსექტა იქნება ეს თუ სხვა პარტიები, ნაცების ანასხლეტი პარტიები, რომლებიც ლიბერალურ პარადიგმაში არიან და ასრულებენ პირდაპირ ბრიუსელის დირექტივას. და რომლებიც პირდაპირ გეგმავენ საქართველოს ჩართვას ეგრეთ წოდებულ მეორე ფრონტში და გახსნას აქ საქართველოს გადაქცევას საომარ-ლელოდ, ხო? ეს აქედან გამომდინარე, ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, ვისთან გვაქვს საქმე და ეს რომ მოგვარდეს, აუცილებელია მუშაობა ახალგაზრდებთან. აი ამ მიმართულებით აუცილებელია მუშაობა. რაც შეეხება ახლა, საერთაშორისო მიმართულებით თქვენ ახსენეთ ტრამპიც, ევროპაში რა ხდება? კარგად ხედავთ, რომ ტრამპი ცდილობს აი მოსვლამდე ოფიციალურად სანამ გახდება პრეზიდენტი 20 იანვრამდე ის ცდილობს რომ გააქტიუროს ევროპაში ის ლიდერები, რომლებიც უფრო აი მასთან იდეოლოგიურად ახლოს არიან, კონსერვატორები არიან და ლოიალური არიან ვაშინგტონის მიმართ. მაგალითად, ბრიტანეთში მოყავს ნაიჯელ ფარაჯი, რომელსაც მასკი 100 მილიონით აფინანსებს, როგორც ცხადდება და 2025 წლის შეიძლება ეს ადამიანი მოვიდეს ბრიტანეთის სათავეში და ამით დასრულდეს შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს შორის კონფრონტაცია. კულისებში საკმაოდ ასეთი კონფრონტაცია მიდის და ეს გამოიხატება მათ შორის სხვა ქვეყნებში, ევროკავშირის ქვეყნებში ძირითადად. და აქედან გამომდინარე, ასევე საფრანგეთშიც შეიძლება ლეპენი მოიყვანოს ხელისუფლებაში, გერმანიაში ალტერნატივა გერმანიისთვის კეთდება. ალტერნატივა გერმანიისთვის მეორე ადგილზე გავა ნამდვილად, ვინაიდან საკმაოდ დიდი პროცენტი ახალგაზრდობის გასათვალისწინებელია და ნიშანდობლივია, რომ აი წარმოიდგინეთ საქართველოში აი ეს ახალგაზრდობა, ეს ლიბერალები, რომლებიც ფაქტობრივად წარმავალი ამერიკული ადმინისტრაციის ხუშტურებზე მყოფ ოპოზიციას უჭერს მხარს და გერმანიაში, სადაც ძალიან პრაგმატული და ახალგაზრდობის სიტყვა და ახლა ლიბერალიზმი, ახლა დღემდე გერმანულ საინფორმაციო გამოცემებსაც რო აკვირდები, უფრო ესეთი ლიბერალურ გლობალისტური მიდგომებით ხელმძღვანელობენ, მაგრამ ახალგაზრდების ძალიან დიდი პროცენტი უჭერს მხარს ამ ალტერნატივას გერმანიისთვის, რომელიც ლიბერალებში ან ფაქტობრივად შიშის ზარს ცემს მათ, წარმოდგენაც გაგონებაც კი არ უნდათ ამ ძალის და ილონ მასკმა აი ამ ხელა ჩაწოდება გააკეთა პრინციპში, კარგი იქნება თუ ეს პარტია გაიმარჯვებს არჩევნებშიო. ეს ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა მეორე ადგილას რო გავა, ამას წყალი არ გაუვა. გამოკითხვებიც იყო, დიდი ალბათობით მაინც მერცი გახდება მომდევნო კანცლერი, ოლაფ შოლც პრაქტიკულად შანსი აღარ აქვს და აი ეს კონტრასტი მინდოდა უბრალოდ ტელემაყურებელი ალბათ გვისმენს და აანალიზებს, რომ გერმანელი ახალგაზრდობაც კი იმ თვალსაზრისით ბევრად აღემატება პოლიტიკის ცოდნით ქართულ ახალგაზრდობას, რომ ტირად ცხადია ხომ, რომ ტრამპი შედის ახლა უფლებამოსილებაში, სულ მცირე 5 წელი იქნება პრეზიდენტი, იქ რაღაცა უნდა მოხდეს, აი ვთქვათ, იმპიჩმენტი რომ მოუწყეს თუ გახსოვს ბილ კლინტონს, ან რაღაც ამისთანა რომ რაღაც ისეთი უნდა მოხდეს, რომ დროზე ადრე წავხო. და აი გერმანელები, ახალგაზრდებიც მათ შორის, აქიდანვე თადარიგს იჭერენ და ალტერნატივას გერმანიისთვის უფრო მეტი მხარდამჭერი ყავს. ახლა ახსენე გეი მემორანდუმზე ხელმომწერი პარტიები. კაცი გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირველივე დღესო უნდა მოვაწერო ხელი დოკუმენტს, სადაც მხოლოდ ორი სქესი იქნება. ანუ მამრობითი და მდედრობითი და არანაირი სხვა რაღაც გენდერები. ღმერთს მაქნას რომ შემოწია. ხო და წარმოიდგინეთ, რომ ამ გეი მემორანდუმის ხელმომწერი პარტიების წარმომადგენლები უდგანან გვერდზე სალომე ზურაბიშვილს. როდესაც ის განცხადებას აკეთებდა ორბელიანების სასახლეში. აი გუშინ იყო, გუშინ წინ თუ არ მეშლება. ის ხუჭუჭათმიანი გოგონაც ედგა უკანეს, ბაია პატარაია, რომელიც LGBT-ების და ხო, რას მიკროფონი ეჭირა თუ რა. შესაძლოა, ხო და აი აქ მინდა ამას ხაზი გაუსვა უბრალოდ, რომ რამხელა უფსკრულია პოლიტიკის ცოდნაში. სოციალურ ქსელში იდება საინტერესო მასალები და
სხვათა შორის ჩვენი რესპონდენტი არის ხშირი აქვს სტუმრობს ხოლმე, ნუკრიშო შიაშვილი საკმაოდ კარგად ჩამოაყალიბა, რატომ აქვთ აქ ობივატელს, აი განსაკუთრებით აი იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ამ საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ, არა აქვთ გლობალური პოლიტიკის ცოდნა, რომ ჩვენც ვართ ნაწილი ამ გლობალური პოლიტიკისა. და აი ასე ბრმად უბრალოდ აღტკინებულები არიან, ესე ეიფორია, რომელიც უმალ გადადის რაღაც ფსიქოსში, ეს უკვე პრინციპში კლინიკის ნიშნებია. განათლების სისტემის ბრალია. ევროპაში ბოლონიის სისტემა, განათლებაში სპეციალურად ჩაიდო ასეთი დიდი რაოდენობის თანხები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გამორიცხვის მიზნით. რა თქმა უნდა, რომ აქ ხელოვნურად გაჩნდეს ოპოზიცია. ანუ ეს ბუნებრივი ქართულ წიაღში აღმოცენებული კი არ არის ეს ოპოზიცია. რომ მხარე, პოლუსი და მეორე საპირისპირო პოლუსი. ასაკურველია დასავლეთიდან არის წაქეზებული. რა თქმა უნდა, აქ უნდა იყოს ხელოვნურია ეს ოპოზიცია, რომელიც ერთ დაძახებულზე მომენტალურად დაიწყებს საპირისპირო მოქმედებას, რომ ააღირაოს ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ამისთვის კეთდება ეს ყველა. ბატონო დავით, ესეთი ძალიან საინტერესო, ისეთი ფაქტი დაფიქსირდა ქალაქ მაგდებურგში არაბი წარმოშობის მიგრანტმა პირდაპირ, ესე იგი ჯიპით შევარდა ბაზარში, ანუ იქ საახალწლო ბაზრები იმართება და შევარდა ბაზარში 5 ადამიანი შეიწირა და 200 ადამიანი დაშავდა, ძიმედ დაშავდა. ეს იყო, ტერაქტად შეაფასეს და პირდაპირ შოლცზე იყო ძალიან სერიოზული კრიტიკა, რომ ის მიგრანტების მხრივ ძალიან სერიოზული პრობლემები არის და გერმანიის მთავრობა ვერ აგვარებს ელემენტარულ პრობლემებს, რომ ეს მიგრანტები იყვნენ კონტროლ ქვეშ და პირიქით მათ აფინანსებენ, შეუძლიათ საერთოდ არ იმუშაონ და გერმანიის მოსახლეობის ხარჯზე იცხოვრონ. ეს არის ევროპის პრობლემა, ეს არის ლიბერალიზმის პრობლემა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ შეერთებულ შტატებს ჭირდება ევროპა, ევროპა შეერთებულ შტატებს ყავდა როგორც ვასალი, რომელსაც აქამდე, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში უყოფდა იმ ნადავლს, რომელსაც ღებულობდა კოლონიებიდან. მაგრამ დღეს უკვე შეერთებული შტატები ისეთი კრიზისში არის, რომ ევროპა მან გადააქციოს ჩვეულებრივ კოლონიად და ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ უკრაინაში ასე ვთქვათ, იმ სამხედრო სპეცოპერაციის დაწყებიდან, ანუ საომარი მოქმედებების დაწყებიდან ევროპიდან გადის გარბის კაპიტალი შეერთებული შტატების მიმართულებით და აქედან ვაშინგტონი ღებულობს ძალიან სერიოზულ დივიდენდს იმის ხარჯზე, რომ ევროპა სუსტდება, ეკონომიკური კრიზისი არის და ევროკავშირი გადაიქცევა უკვე შეერთებული შტატების ჩვეულებრივ კოლონიად და აქედან გამომდინარე ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვაშინგტონს არ ჭირდება პარტნიორები, ხო? მას ჭირდება უბრალოდ ვასალები, კოლონია, რომელსაც გაძარცვავს. ეს არის აქსიომა და საფუძველი იმისა, რა პოლიტიკას ატარებს ანგლოსაქსონური იმპერიები. და თქვენ ახსენეთ წეღან სტალინი და 21 დეკემბერს მოგეხსენებათ იყო სტალინის დაბადების დღე. სტალინი იყო მსოფლიო დონის, ანუ მოვლენა იყო პოლიტიკაში, რომელმაც რა თქმა უნდა საბჭოთა ხალხთან ერთად დაამარცხა მე-20 საუკუნის ყავისფერი ჭირი, ფაშიზმი და ამის შემდეგ, იქამდეც აშენა დაწყებული იყო მშენებლობის პროცესი და შექმნა რა თქმა უნდა საბჭოთა ხალხებთან ერთად შექმნა უდიდესი იმპერია საბჭოთა კავშირი, რომელიც იცავდა იმ მცირე ქვეყნებს ანგლოსაქსონური იმპერიებისგან. და ამავე დროს სტალინმა შექმნა სოციალიზმი როგორც სამართლებრივი სისტემა, სადაც შეუძლიათ სხვადასხვა ხალხებს მიუხედავად რელიგიური, ეროვნული თუ კულტურული, ასე ვთქვათ,
განსხვავებისა მათ შეუძლიათ აი ერთ ქვეყანაში, აი ამ სოციალურ სისტემაში სამართლიანად და ისე იცხოვრონ, რომ ეს იმპერია გადაიქცეს, ნუ ზესახელმწიფოდ, ხო? და აი ეს სისტემა შექმნა სტალინმა, რომელიც ინგრეოდა, არ ვიცი, რამდენიმე ათეული წელი და ბოლოს კოლექტიურმა დასავლეთმა მოახერხა ისე, რომ ნუ მოახერხა შიდა პოლიტიკური ელიტების ასე ვთქვათ, დასუსტება და შიგნიდან დაანგრევა. თორე გარედან ვერ დაანგრევდა. ხო და ამაზე მეტყველებს ჯორჯ ბუში უფროსის განცხადება კონგრესში, სადაც მან თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა გაიმარჯვა ცივ ომში და დაანგრია საბჭოთა კავშირი და იმის მერე დაიწყო საბჭოთა კავშირის ძარცვა და როგორც ცნობილია 90-იან წლებში პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან შეერთებულმა შტატებმა კაპიტალის სახით, ანუ რესურსების სახით ეკვივალენტი 15 ტრილიონი დოლარისა გაიტანა ამ დასავლურ ქვეყნებში და მათ შორის გაუნაწილა ევროპას, ხო, როგორც ვასალს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ევროპა შეერთებულ შტატებს დღეს აღარ ჭირდება როგორც ვასალი, მას ჭირდება როგორც კოლონია და იწყებს ნგრევას. ხო, იგივე დანიას ართმევს გრენლანდიას, ეს არ დასრულდება სხვა ქვეყნებსაც პირდაპირ ეტყვის, რომ აიცით რა, ის კოლონიები, რომელიც თქვენ გეკუთვნის, გადმოვა შეერთებული შტატების ბალანსზე. და ამას პირდაპირ აკეთებს ტრამპი, არც ერიდება, არც ასე ვთქვათ, რაღაც ნიღბავს. პირდაპირ იძახის, რომ ეს იქნება ჩემი და всё, დასრულებულია. და როდესაც იქნება შეხვედრა ეს იალტა 2-ის, ხო, მე ვფიქრობ, რომ იქ იქნება ძალიან სერიოზული საუბარი, სადაც იქნება მოლაპარაკება, რომლის შედეგადაც უკვე აი ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები გამოვლენ დასავლური დიქტატისგან. აი ამაში დარწმუნებული ვარ. ნუ შესაძლოა, ყოველ შემთხვევაში ეს გაირკვევა მას შემდეგ, რაც ეს მოლაპარაკებები შედგება და რაც შეეხება თავად მოლაპარაკებებს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა, მე ვიცნობ სხვათა შორის ამ კაცს, უკვე გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე ქვეყნისგან უკვე მიიღო შეტყობინება, რომ ეს ქვეყნები მზად არიან უზრუნველყონ პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრა, პირისპირ შეხვედრა. სიგნალები წამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ეს ისე არ მოხდებოდა. თუმცა ჯერ არ აკონკრეტებს რომელ ქვეყნებზეა საუბარი. ჩვენ ვიცით, რომ მთელი რიგი ქვეყნები მიერთებულია რომის სტატუტზე, რომლის მიხედვითაც, ნუ იქ გაცემულია ხააგის სასამართლოს მიერ ეს ორდერი. ანუ პრინციპში მეც თუ მკითხავთ ფარატინა ეს ორდერი, იქიდან გამომდინარე, რომ თავად პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში მის პრეზიდენტობისას ჯონ ბოლტონმა თქვა, რომ საერთოდ დახურეთ და გააუქმეთ ხააგის სასამართლო. ვინაიდან ხო და რუსებმა ამაზე ისიც თქვეს, რომ ჩვენ საერთოდ არა ვართო მიერთებული ამ დეკლარაციას ამ სასამართლოსთან დაკავშირებით, ანუ როგორც სასამართლოს არ ვცნობთ უბრალოდ ამ ინსტიტუციო და შესაბამისად ჩვენ არ გვაინტერესებს რა და რამდენიმე მოსამართლეზე პირიქით რუსეთის სლედკომმა, ანუ საგამოძიებო კომიტეტმა გამოსცა ორდერი მათ დაკავებაზე. ასე რომ ეს ჰააგის სასამართლო უბრალოდ ესეთი საპნის ბუშტივითაა ერთი სიტყვით თუ ხატრულად თუ ვიტყვით. კარგი და გარდა ამისა, ეხლა საინტერესო თემა არის ასევე კი ბატონო, უკრაინას რაც შეეხება, უკრაინა აჩერებს 1 იანვრიდან რუსული გაზის ტრანზიტს ევროკავშირში. ეს რეალური პრობლემაა, რომელმაც შესაძლოა კიდევ უფრო მეტად დაძაბოს ევროკავშირსა და რუსეთს შორის მდგომარეობა. ანუ რუსი ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსეთი მართალია საკმაოდ დიდი თანხა შედიოდა ამ 15 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გადაგზავნით, ანუ ტრანზიტით ევროკავშირის ქვეყნებში, მაგრამ რუსეთი ამას გაუძლებს, ვინაიდან უკვე დივერსიფიცირებული აქვს თავისი გაზი ჩინეთის მიმართულებით, აი ამ ახალ მაგისტრალში გადის ჩინეთის მიმართულებით და გარდა ამისა აპირებენ გაუშვან ეს ბუნებრივი აირი შუა აზიის ქვეყნებში, ანუ ყოფილ ამ საბჭოთა რესპუბლიკებში. მათაც აქვთ ესეთი მოთხოვნა, მაგრამ ევროკავშირს რაც შეეხება, მთელი რიგი ქვეყნები დამოკიდებულია დღემდე რუსულ ბუნებრივ აირზე, ნუ პირველესად ესენი არიან იტალია, ავსტრია, კი სლოვაკეთი და ჩეხეთი. ყველაზე რთული მდგომარეობა აქვს სლოვაკეთს. სწორედ მაგიტომ ჩავიდა რობერტ ფიცო მოსკოვში
ჩვენ ისიც გვახსოვს აი გუშინ ზელენსკიმ მას პრინციპში დააბრალა კიდეც ფარული ურთიერთობა მოსკოვთან და მისი ანგარიშებიც მოიძიეთ რა ხდება ან გრთამსხომ არ იღებსო ან რაღაც ასეთი ელფერი ქონდა მის განცხადებას ანუ ფაქტობრივად ფიცოს ებრძვის ზელენსკი მაგრამ ვიზზე ლაპარაკობს როდესაც თავად მოყოლებული კი ან მოყოლებული ჯერ კიდე 90-იანი წლებიდან ვიდრე ეს 2000-იან წლებამდე რუსეთი როდესაც თავის ამ უკრაინაზე გამავალი ევროპისკენ გამავალი გასადენით აწვდიდა ევროპას გაზს ანუ გაზპრომის ანგარიშებშია ეს ყველაფერი მოცემული რომ თავხედურად მარადიორობდნენ უკრაინელები ანუ ამ ბუნებრივი აირის პროცენტს ანუ ტრანზიტში ხო ისედაც იღებდნენ ამ ტრანზიტულ გასამსჯელოს და გარდა ამისა ამ გაზს იპარავდნენ ხო წარმოგიდგენიათ ახლა ასევე პრობლემა ექნება მოლდავეთს ვინაიდან აი ეს გრესი რომელიც მარაგდებოდა რუსული ამ ბუნებრივი აირი და გარდა ამისა დონბასიდან შესული ქვანახშირით აი ამ წითელი ხაზების შემდეგ რაც ნიშნავს უკვე ამ ტერიტორიების გაყოფას რუსეთი სადაც უკვე შესულია შესაბამისად აი თუნდაც რომ ავიღოთ ქალაქი ხერსონი ხო ნაწილი ხო დატოვა რუსეთმა ანუ ხერსონის ამ ჩრდილოეთ ნაწილის რაც უკრაინის კონტროლის ქვეშ არის ხდება გაზიდან დაცლა ანუ აღარ ექნება მას შესაძლებლობა რომ მიიღოს ეს ბუნებრივი აირი, ხოლო აქით პირიქით ის ნაწილი რომელიც რუსეთმა მოიერთა ამ ქალაქის მოხდება მისი გაზით ბუნებრივი აირით შევსება. დაახლოებით ანალოგიური პროცესი იქნება ევროპულ ქვეყნებში. ახლა ტრამპიც მოდის თუ არა ხელისუფლებაში უკვე ამბობს რომ უნდა გავზარდო ბაჟი, უნდა გაიძულოთ რომ იყიდოთ ამერიკული გაზი, ну ვიცით ტანკერებს გადააქვთ ხო ეს ეგრეთ წოდებული პროპანბუტანის გაზი და შესაბამისად აი ასეთ გამოუვალ ვითარებაშია ევროკავშირის ქვეყნები. საკმაოდ რთულია იქ ეს ენერგეტიკასთან არსებული მდგომარეობა. Ну გერმანიამ მოასწრო ახლა შეავსო ეს მარაგები და წელს აი პარადოქსი რაში მდგომარეობს, ხომ სანქციების ქვეშ არის 15 პაკეტი აამუშავეს რუსეთის წინააღმდეგ, ხო? უკრაინაში ომის გამო. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ წელს ყველაზე მეტი რაოდენობის ბუნებრივი აირი შეისყიდეს რუსეთისგან. ეს რაზე მეტყველებს, ანუ არის თუ არა ეს ორმაგი სტანდარტი? ნუ დამოკიდებულების სხვა გზა არ აქვს. ახლა 2022 წლის 23 თებერვლიდან, ანუ როდესაც დაიწყო სამხედრო მოქმედებები უკრაინაში, მას შემდეგ, ნუ დასავლეთმა ხო გამოუცხადა სანქციები და ბოიკოტი და ასე შემდეგ. მას შემდეგ იგივე აპრილში იყო ავსტრიის კანცლერი რუსეთში ვიზიტით და ასევე ენერგეტიკაზე ჰქონდა ლაპარაკი. შემდეგ უკვე 2024 წელს ივლისში იყო ორბანი მოგეხსენებათ, ასევე ენერგომატარებლებზე ჰქონდა თხოვნით იყო ვლადიმერ პუტინთან რომ უფრო იაფად და ან სხვა მარშრუტებით მიეღო ეს გაზი და შემდეგ უკვე ახლა რობერტ ფიცო, ანუ სლოვაკეთის პრემიერი, რომელიც ასევე ამ საკითხზე იყო რომ იმის მას შემდეგ რაც ზელენსკიმ განაცხადა რომ 1 იანვრიდან გადაკეტავდა ამ გაზის ტრანზიტს და ამით აშანტაჟებს ფაქტიურად ევროპას და ითხოვს რომ მათ გაუგრძელონ დაფინანსება უკრაინას და ეს არის პირდაპირი შანტაჟი ორბანს უნდოდა სატელეფონო საუბარი ზელენსკისთან და ამაზე უარი უთხრა. არ ვიცი ახლა ამ ზელენსკის რისი იმედი აქვს, მაგრამ ესეთი ხისტი პასუხებით პასუხობს იმ დასავლეთის კურატორებს, ხო? და იგივე ტრამპმა თქვა რომ მან უნდა დაამთავროს ის კონფლიქტი და დათანხმდეს მოლაპარაკებებს, მაგრამ ამას არ აკეთებს და არ ვიცი რით დამთავრდება ეს. ნუ ით მთავრდება ახლა მე ვარაუდობ, მაგრამ ნუ ნახოთ
იმედი არის რომ მშვიდობიანი მოლაპარაკება შედგება და ეს კიევის რეჟიმი და მისი კურატორები მიხვდებიან რომ ისინი დამარცხდნენ სხვათა შორის მე მგონი ორბანმა თქვა რომ ევროპა უკვე დამარცხდა რუსეთსთან და ასევე ახლა სამი ლიდერი ხო უკვე იყო რუსეთში ვიზიტით იმის ფონზე რომ ისინი სანქციებს აწესებენ და ასევე ვრცელდება ინფორმაცია შპიგელი ავრცელებს ინფორმაციას რომ შოლციც ემზადება პუტინთან ვიზიტისთვის რომ მან მოაგვაროს აი ამ ზამთრის პირობებში მოაგვაროს ენერგეტიკული პრობლემები. ეს წინასაარჩევნო ცდილობს უბრალოდ რომ რაღაც ქულები აკრიფოს, მაგრამ შოლც ნამდვილად აღარ გამოუვა ეს დიდი ალბათობით. ჩემი პროგნოზია და შეგიძლიათ დაიმახსოვროთ. იმედია არ შევწდები. უფრო მერცი გახდება დიდი ალბათობით კანცლერი. ვიდრე შოლცი. ანუ მე აქცენტს ვაკეთებ უფრო რომ ეს დასავლური ლიდერები უკან იხევენ და სანქციების მიუხედავად ხალიჩაზე ესტუმრებიან ვლადიმერ პუტინს და ეხვეწებიან რომ აი ენერგომატარებლებთან დაკავშირებით რომ მიაფაც და სხვადასხვა დივერსიფიკაცია მოაწყვონ და არა უკრაინის გავლით, არამედ სხვა მეთოდები მოძებნონ. ანუ მათ აქვს სათხოვნელი. ხო, ეგრეთ წოდებული ლაზეიკები, აი ნახეთ როგორ ხდებოდა ევროპაში გადაკვეთს თუ არა მილსადენში გაზი ან ნავთობი ის უკვე ითვლება სხვა ქვეყნის აი პირობითად ახლა ანალოგიური სქემა აი რობერტ ფიცოს ვიზიტი მოსკოვში აქ შეიძლება მოხდეს ასეთი რაღაც რომ უკრაინამ ბევრი რომ არ იხტუნაოს ანუ აი ზელენსკის მთავრობამ შეიძლება შევა თუ არა აი გადაკვეთს თუ არა საზღვარს მილში აი მომენტიდან როდესაც ის კონკრეტული კუბომეტრი გაივლის ამ მილს, ის უკვე რუსული აღარ იქნება, ის იქნება რომელიმე მესამე ქვეყნის, თქვათ აზერბაიჯანის. და უკვე ზელენსკის მოთხოვს უკვე რა თქმა უნდა. კი, ხო და ასეთ მექანიზმით მოძრაობს ეს ბუნებრივი აირი. ასევე ბატონო დავით ნაკლები დრო გვაქვს და მინდოდა რომ წლის შემაჯამებელი ასე ვთქვათ, პროგნოზიც გამეკეთებინა. მოგეხსენებათ 2024 წელი იყო საარჩევნო წელი ხო და მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 60% კონკრეტულად 4 მილიარდი ადამიანი იყო ჩართული არჩევნებზე ანუ როგორც არჩევნების მონაწილე და ევროპის კონტინენტზე 19 ქვეყანა, აფრიკაში 18, აზიის 10 ქვეყანა და ასე შემდეგ. ძირითადად ახლა რუსეთში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები, ინდოეთი და ასე შემდეგ. ანუ ფაქტიურად იცვლება პოლიტიკური ლანდშაფტი, მოდიან ახალი ლიდერები, განახლება მიდის პოლიტიკური ველის, როგორც ხედავთ, კონსერვატორები მოდიან და ეს კარგი არის, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ შეიცვლება ეს ლიბერალური, აი სატანისტური პარადიგმა, ხო? იგივე LGBT პროპაგანდა იქნება ეს თუ 1000 უბედურება. სარედაქციო პოლიტიკებსაც უნდა შეეხოს ეს ახლა აი IPN-ი ძალიან მოწადინებულია, მე არ მინდა ახლა ვარაუდის დონეზე ვიტყვი, მაგრამ როგორც ჩანს ამ ევრობონზებს, ამ მესამე ხარისხის რა დარიგებული აქვს, აი ეს ვიღაც მაგნუს წახკა თუ რაღაც უცნაური გვარი აქვს რა, ეს ხერჩინსკი წახკნა რა, ეს რაღაცნაირი გვარები აქვს, რომელიც გამოსათქმელათაც პირდაპირ ყურს ხვდება რა, ეს ავლაბარში ძველები ელიას მთაზე რო იდგნენ და რო საუბრობდნენ ხოლმე და ახლოებით ასეთი გვარები აქვს, მაგრამ პირდაპირ აქვთ როგორც ჩანს მათი ტელეფონები ამ ჟურნალისტებს ვინც ამ სააგენტოში მუშაობს. პირდაპირ ქვეყნის ძირგამომთხრელი ინფორმაციები ერთი მეორის მიყოლებით ეს კასკადური ეფექტი აქვს. აი წარმოიდგინეთ, ეხლა მაგალითად მიხაილ როთი გამოჩნდა კლავ. ანუ პრინციპში ეს კაცი მე მგონი გადაკიდებულია ამ ქვეყანას. ნდობის აღსადგენად ერთადერთი გამოსავალი საქართველოში ახალი არჩევნებია. აი პირდაპირ ეთხოვენ და ერევიან ქვეყნის სახელმწიფო შიდა საქმეებში და რაც არის საერთაშორისო ნორმების დარღვევა, ხო? ასევე შემაჯამებული კუთხით ეკონომიკის მიმართულებით ძალიან სერიოზული ცვლილებები ხდება. მოგეხსენებათ რუსეთმა დაიწყო საკუთარი ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია და მოახდინა იმის დემონსტრაცია რომ ქვეყანას შეუძლია საკუთარი ბიუჯეტით მოახდინოს ინვესტიცია ქვეყანაში და არ იყოს დამოკიდებული საგარეო ინვესტიციაზე ასევე რუსეთმა გახსნა უკვე საბოლოოდ არქტიკის მიმართულებით ლოჯისტიკური სავაჭრო გზა
და ასევე ჩრდილო სევერ-იუგის ეგრეთ წოდებული, ანუ ჩრდილოეთ სამხრეთის ლოჯისტიკური გზა, რომელიც მიმართული არის, ესე იგი, მოდის მურმანსკის ოლქიდან და ირანის უკიდურესი სამხრეთის ორი პორტის გავლით ჩინეთში და ინდოეთში და ამ გზას შეუძლია საქართველოსს გამოიაროს თუ საბჭოთა კავშირის დროს რაც იყო სარკინიგზო გზა ის გაიხსნება და იქნება მოლაპარაკება, ანუ საქართველოს დათანხმდება, რომ აი ეს ლოჯისტიკური გზა გამოიაროს საქართველოსზე და რა თქმა უნდა ჩინეთის ანუ კონკრეტულად სი ძინპინის ინიციატივა ერთი სარტყელი, ერთი გზა, რომელიც საქართველოსზეც გადის ნაწილობრივ და ცნობილია როგორც ანუ ეს სავაჭრო გზა მიდის პირდაპირ ევროპაში, ნუ დაიწყო უკვე მშენებლობა ანაკლიის პორტისა და ეს არის ძალიან სერიოზული წინსვლა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ განვითარდეს ეკონომიკა და ჩვენ ჩავერთოთ სულ უფრო მეტ სავაჭრო პროექტებში და ეს იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოსთვის აუცილებელი არის, რომ რუსეთთან აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები, სავაჭრო ურთიერთობები და რა თქმა უნდა გაფორმდეს სამოკავშირეო ხელშეკრულება, რომელიც უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების სფეროსაც, ხო, რომ საქართველოს მიიღოს ეს უსაფრთხოების გარანტიები და მოგეხსენებათ რუსეთი არის რეგიონში ერთადერთი უსაფრთხოების გარანტი. და ეკონომიკური თვალსაზრისით ეხლა ძალიან ბევრი სიახლეები, ანუ ერთ საათში ვერ ჩავეტევით და ეს უკვე მომავალ წელს 2025 წელს ჩვენ შევეცდებით მე პირადად ჩვენი პარტიის წევრები იგივე ეკონომიკურ სიახლეებზე და იმ პროექტებზე დეტალურად ვისაუბროთ ჩვენი მაყურებლისთვის. მე მინდა ახალ წელს უსურვო ჩვენს მოსახლეობას მშვიდობიანი შობა ახალი წელი, ბედნიერი ახალი წელი და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ 2025 წელს ჩვენ ვიხილავთ ძალიან საინტერესო სიახლეები იქნება და მე პირადად იმედის თვალით უყურებ და სამომავლოდ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა 2025 წელს უფრო ასე ვთქვათ ინტენსიურად იმუშავებს მთავრობა, რომ სუვერენიტეტი იყოს გამყარებული და იმ ხარისხამდე აყვანილი, რომ ჩვენ გავატაროთ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა და დავლაგდეს ჩვენს ყველა მეზობელთან და ჩავერთოთ ყველა ეკონომიკურ თუ სხვა ლოჯისტიკურ პროექტებში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია. მადლობა გიორგი ირემაძე, პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტსაბჭოს წევრი, პოლიტოლოგი გახდათ ჩვენი გადაცემის სტუმარი. შევხვდებით უკვე ხვალ 19 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.